ნება მომეცი სტუდიაში მოვიწვიო ცნობილი საოპერო მომღერალი. კავსაძეების ლეგენდარული დინასტიის ღირსეული წარმომადგენელი, ჩვენი დიდი მეგობარი ბატონი იმერი კავსაძე. მოგდან ბატონი იმერი. საღამომშვიდობისა, ბატონო იმერი, უღრმესი მადლობა მობრძანებისთვის. ზეიმია ჩვენთვის თქვენი ყოველი გამოჩენა ეკრანზე და თქვენი ხილვა აი აქ სტუდიაში, იმიტომ რომ ძალიან გვიყვარხარ და უყვარხარ თან ქართულ მაყურებელს. ყველა კავსაძე უყვარს და თქვენ გამორჩეულად. დიდი მადლობა მოწვევისთვის. სიამოვნებით მოვდივარ მე თქვენთან, როდესაც არ უნდა იყოს. მე რამდენად აი უზომო დიდ სიამოვნებას განვიცდი, როდესაც აქ. გენაცვალეთ. უღრმესი მადლობა თქვენ ამ სიტყვებისთვის და ასეთი სიტყვებისთვის და ამ დამოკიდებულებისთვის. ბატონო იმერი, ცოტა ხნის წინ ახსენეთ აგერ ჩვენს მეგობართან კოტე ჟავიასთან, რომ რამდენიმე დღის წინათ იყო დედის დღე, სულ ცოტა ხანში ქალთა საერთაშორისო დღე, ანუ 8 მარტი შემობრძანდება და მოდით ერთად მიულოცოთ ქალბატონებს აი ეს ღირსშესანიშნავი დღეები. რა საკვირველია, დედის დღე ეს არის ყველაზე თბილი და სასიამოვნო იმის გარდა, რომ აგერ უკვე რამოდენიმე საათში დადგება საერთაშორისო ქალთა დღე, ეს ერთია, მაგრამ დედის დღე განსაკუთრებით. ეხლა მე ცოტა შეიძლება ეგოისტურად წავიდე, მაგრამ განსაკუთრებით ჩემი და ჩემი ძმისთვის დედა მაინც ცოტა სხვას ნიშნავდა და სხვა დატვირთვა ჰქონდა ჩვენ ცხოვრებაში. ამიტომ ყველას მიულოცავ დედის დღეს და აგერ საერთაშორისო დღე კიდეს უკვე სულ სხვა არის. ამიტომ მე დიდი სიამოვნებით ამ მოლოცვას უგზავნი ყველა ქალთა წარმომადგენლებს. გაიხარეთ, თქვენი პირია. რადგან ახსენეთ დიდებული ქალბატონი, დედა თქვენი, რომელსაც მართლა ურთულეს პერიოდში მოუწია თქვენი გაზრდა, თქვენი აღზრდა და ეს წინვალეთ რომ გაართვა თავი, ამას მთელი ქართველი ხალხი დამემოწვევა, ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული, მაგრამ რა მეცახელით მოიხსენიებდნენ ხოლმე დედა თქვენს ეზბზანეთ თქვენ მას როგორც მომთვინიერებელს. დედაჩემს ეძახდნენ ირინა ბუგრიმოვას. იმიტომ რომ ირინა ბუგრიმოვა იყო დიდი მომთვინიერებელი. ხეცების, ხო? ხო, რა, ლომები, ვეფხვები, რაღაცა უზარმაზარი დიდი ცხოველები. და მე ირინა ბუგრიმოვა ძალიან პოპულარული იყო საქართველოში. ყოველ სეზონზე ჩამოდიოდა ამხელა მთელი დიდი თავისი ამალით. ხო, თბილისის ცირკში, ხო? და თბილისის ცირკში, მაშინ ის იმ პერიოდში ბიძაჩემი იყო ცირკის დირექტორი. დიდი მომღერალი იყო მანამდე ლადო კავსაძე. იქიდან გამომდინარე, რომ ეს ირინა ბუგრიმოვას ყავდა ამოდენა ცხოველები და მოთვიერება ხელში ეჭირა. ასე დედაჩემსაც შეარქვეს ირინა ბუგრიმოვა, სახლში 2 ამოდენა მხეცი ყავდა. თქვენ და ბატონი კახი კავსაძე. უი, გაიხარეთ. თქვენ გიცნობ საზოგადოება დიდი ხანია, როგორც ძალიან ცნობილ და ამაგდარ საოპერო ხელოვანს, მომღერალს, რომელსაც არაერთ ქვეყანაში წინვალე წარმოგიჩენიათ თქვენი საოპერო ხელოვნება და ქართული ვოკალური სკოლა. მაგრამ ძალიან ცოტა თუ იცის, რომ თქვენ ბრძანდებოდით წევრი ლეგენდარული შვიდკაცასი, რომელსაც ხელმძღვანელობდა ბატონი ჯანსუღ კახიძე და მოდი ეს შვიდკაცა მინდა გავიხსენო და ეს ამბავი უთხრათ ფართო აუდიტორიას. შვიდკაცა რომ ჩამოყალიბდა, მაშინ ჯანომ გააკეთა თავისი ახლო მეგობრების. და ნუ ახლა ეს იყო რაღაცა ზღაპარი, იმიტომ რომ მაშინ ეს პირველი ამბავი იყო, ეს პირველი უდიდესი მნიშვნელობის, იმიტომ რომ ჯერთი ჩვენთან ეს ახლებური ფორმა ჩამოყალიბდა და მის კვალდაკვალ ბევრი ანსამბლი წამოვიდა შემდგომ და გარდა ამისა საერთაშორისო მასშტაბით ამხელა გამარჯვება და ოქროს მედალი მსოფლიო ოლიმპიადაზე. ესე იგი, პირველები იყვნენ, რომლებმაც ფესტივალზე ოქროს მედალი დაიმსახურეს. მაგრამ მოხდა ისე, რომ მამია ხატელიშვილი იყო და მამია ბევრს მუშაობდა, იქაც იყო, აქაც იყო და ეთყობა გაუჭირდა, რომ ყოფილიყო ანსამბლშიც, მერე თავის ანსამბლები ჰქონდა, მერე ტყიბულში გუნდი ჰქონდა, ძალიან ბევრს მუშაობდა და ანსამბლიდან წავიდა. ჯანომ მაშინ
მე კონსერვატორიაში ვსწავლობდი და მიმიწვია ამ ლეგენდარულ ჩემთვის ანსამბლში. ეს ჩემთვის იყო დიდი ისეთ გამოწვევა. იმიტომ რომ ჯერ ესეთი მე მაინც კავსაძე ვარ და მიყვარდა ეს სიმღერა, ასეთი ხალხური იყო, ჯანო ცოტა სხვანაირი ელფერი მისცა ამ შვიდკაცას, მაგრამ ეს ხო ქართული იყო. მახსოვს, კრიმანჭული რო დაიწყებოდა, მიშა იყო მიშა შავიშვილი, ფენომენალური კრიმანჭული. არაჩვეულებრივი, სადაც არ ვღეროდით, ჩვენ ბევრი გასტროლები ჩაგვიტარებია, მაგრამ აი ხა ერეო დაიწყებდა. იმთუში და ნუ ხასანბეგურა ეს ხო რაღაცა სასწაული იყო. ახლა ბატონო იმერი არ მინდა გაუშვა შესაძლებლობა ხელიდან და მინდა გთხოვოთ ახლა ვეტყვი ჩემს პროდიუსერებს რომ შემოგვმატონ ინსტრუმენტი და ეგება ერთად ვიმღეროთ ერთი სიმღერა და მიუძღვნათ ჩვენს ძვირფას ქალბატონებს. დიდი სიამოვნებაა. უი გაგახარეთ ღმერთი. холод შენე რაც რომ ჩემთვის მოუცია მაღლიდა ღმერთს სიხარული холод შენე холод შენერს ვისურვებდი ყოფილიყა სულით გულით შენთან ერთად საფლავშიას აკაციკას შენთან ერთად შენთან ერთად საფლავშიას აკაციკას შენთან ერთად ჩვენი სტუმარი გახდათ ბატონი იმერი კავსაძე. უღრმესი მადლობა მას.